მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ. დღეს ოთხშაბათია და ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება ბრუნდებით ობიექტივის პირდაპირ ეთერში. დღევანდელი ჩემი გადაცემა ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება, რამე თუ ერთი ძალიან ძვირფასი მამულიშვილის შემოქმედებას, მის ცხოვრებას, განვლილ წლებს და ღვაწლს ეხება. როდესაც ამ გადაცემას ვამზადებდი, რატომღაც ამეკვიატა ჩემი მეგობრის ბრწყინვალე პოეტის ლაშა ნადარეიშვილის ასავალ-დასავალის გაზეთ ასავალ-დასავალის შესანიშნავი რედაქტორის ლექსი და ჩვენი კლასიკოსად მიჩნეული გურამ რჩეულიშვილის საოცარი მოთხრობა უსახელო უფლისციხელი და ვფიქრობ, რომ აი დღევანდელი ჩვენი გადაცემის გმირიც იმ უსახელო უფლისციხელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც დღევანდელი საქართველოს სინდისი, ნამუსი და სახელმწიფოებრიობა მოიტანეს აქამდე. დავიწყებ პოეზიით, ლაშა ნადარეიშვილის ლექსით. სად მელოდება მეფისტოფელი, წუხელ მიკრებდა იას მარია, სხვამ განადიდოს მეფის ფიტული, ჩემი სამშობლო იანვარია და როცა ცეცხლში იმპერიების მიხაკისფერი ვარდი ამოვა, გახსოვდეთ სახე იმპერიების, ვისთვისაც სისხლი კვლავ საამოა. და აი, როდესაც გურამ რჩეულიშვილის უსახელო უფლისციხელზე ვფიქრობდი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების შედევრად არის მიჩნეული და მართლაც საოცარი შედევრია და მოგეხსენებათ ტრაგიკული ბედის 26 წლის გარდაცვლილი გენიალური ქართველი მწერალი, დიახ, აგვისტოს თვეში, ვარცდები 23 აგვისტოს გარდაიცვალა, გაგრაში ტრაგიკულად დაიღუპა, სხვაში, როდესაც სხვას ეშველებოდა გადასარჩენად. 26 წლის გურამ რჩეულიშვილი და ეს უსახელო უფლისციხელი სანამ შექმნა, მთელი ისტორია გაიარა, მთელი ის ტკივილიანი და საოცარი ეპოქა საქართველოს წარსულისა, რომელმაც უფლისციხე მოიტანა აქამდე და შექმნა სახე უსახელო უფლისციხელისა, იმ გმირებისა, იმ ჩუმად ჩანავლული გმირებისა, იმ ვაჟკაცებისა, რომლებსაც არც დიდი რეკლამა უკეთდებოდა თავის დროზე, არც ისტორიის ფურცლებს შემორჩა, არც რაღაცა რაიმე მემატიანეთა და ჟამთა აღმწერელთა ცნობები დაგვრჩა უხვად და სწორედ აი ასეთ პიროვნებაზე, ესეთ ვაჟკაც კაცზე, შემოქმედზე, საოცარ ადამიანზე და მამულიშვილზე, ელგუჯან ემსაძეზე მექნება დღევანდელი ჩემი გადაცემა ელგუჯან ემსაძეზე, რომლის საკმაოდ ვრცელი ვრცელტანიანი დაახლოებით 700 გვერდიანი წიგნი მიპყრია ხელთ ელგუჯან ემსაძეზე, რომელიც 2020 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე იყო, აქტიური მონაწილე, იგი ქუთაისში მოღვაწეობდა. მისი ნოველების, მოთხრობების, პუბლიცისტური წერილების და სხვადასხვა სტატიების, ასევე გამოკვლევების წიგნი მიპყრია ხელთ. და სწორედ ჩვენ დღეს ქუთაისიდან ჩაგვერთვება მისი შესანიშნავი მეუღლე, ხელოვნებაცოდნე, მეცნიერი ქალბატონ ნინო ლეკვდაძე, რომელიც გახლავთ აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი და ხელოვნებაცოდნე. ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ ამ საოცარი შემოქმედის, ამ საოცარი მწერლის ელგუჯან ემსაძის შემოქმედებაზე, მის საოცარ ნოველებზე. მას სწორედ გატარებული აქვს სწორედ ამ ეროვნული მოძრაობისა გამო 1986-1990 წლებში ჯერ წულუკიძის, ხოლო შემდეგ რუსთავის მკაცრი რეჟიმის შრომაგასწორებით კოლონიებში წლები. და სწორედ აი ამ წლებში მან უნიკალური ნაწარმოებები დაგვიტოვა, უნიკალური ნაწარმოებები. იგი ერთ-ერთი ის შესავალში ამბობს, როდესაც
თითოეული პატიმარი როგორ მისდიოდა მასთან, როგორც განათლებულ მცოდნე კაცთან, ჰუმანოიდთან, მწერალთან და თავის წარსულ ამბავს, თავის დანაშაულს როგორ უყვებოდა ახსარების სახით თუ შეიძლება და მართლაც ამ ნოველებს შეიძლება ელგუჯან ემსაძის ნოველებს ახსარებები დავარქვათ, ადამიანთა პირუთვნელი ახსარებები და საოცარი ხატსახეებით სავსე მე ვერ წარმომედგინა რომ სხვადასხვა ადამიანთა ისტორიები, სხვადასხვა ადამიანთა პორტრეტები ასე მაღალმხატვრულად როგორც ჩანს ციხის კედლებში, საკანში დაწერილი ეს ნაწარმოებები რაღაც საოცარი ანდამატური ძალით გიზიდავს და იმ სამყაროში გადაგისვრის, სადაც ამ მოთხრობების, ამ ნოველების გმირები ცხოვრობენ. ტკივილით სავსე გმირები, მათი ცხოვრება არის ბედისწერულად ტრაგიკული და ტკივილიანი. ფართო საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ასეთი შემოქმედი ბატონი ელგუჯან ემსაძე მოღვაწეობდა სწორედ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2000 წლის 15 დეკემბრამდე. იგი აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში, ჟურნალ-გაზეთებში, ეს იქნებოდა ჟურნალი განთიადი, ლიტერატურული ჟურნალი განთიადი, ეს იქნებოდა წყალტუბოს რაიონული გაზეთი, ეს იქნებოდა ქუთაისის და საერთოდ რესპუბლიკური მასშტაბით მისი წერილები, პუბლიკაციები, პუბლიცისტიკა ძალიან ხშირი იყო. არ არსებობდა ალბათ თემატიკა, რომელსაც არ შეეხებოდა ბატონი ელგუჯან ემსაძის შემოქმედება და მისი მახვილი კალამი. მე ვიტყოდი, არ დარჩენილა ალბათ იმ პერიოდში მნიშვნელოვანი მოვლენა, პიროვნება, რომლის წარმოჩენაშიც ბატონ ელგუჯას არ მიეღოს მონაწილეობა, არ გამოექვეყნებინოს წერილი, არ მიეწყნა სტატია. საოცარ წერილებს ნახავთ ამ წიგნში გრიგოლ რობაქიძის დასთან დაკავშირებით, ესეთი უცნობი მასალებია, რომელიც თქვათ ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, თქვათ გრიგოლ რობაქიძის დის, ლიდა რობაქიძის და ბატონი ელგუჯას შეხვედრა, მათი საუბარი და გახსენება გრიგოლ რობაქიძისა ეს ფართო საზოგადოებამ არის, ეს არის საოცარი მე ვიტყოდი ესეი, ლიტერატურული ესეი, რომელიც ამ წიგნშია წარმოჩენილი. მისი წერილი ჩვენ ცნობილ აკადემიკოსზე, მეცნიერზე, მამულიშვილზე, პარმენ მარგველაშვილის წიგნზე, ესე იგი ფართო საზოგადოებას არ მიუქცევია ისეთი ყურადღება, როგორი ძვირფასი წერილიც პარმენ მარგველაშვილის ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებულ გამოკვლევაზე საოცარ წიგნზე მიუძღვნა ბატონმა ელგუჯან ემსაძემ, რომელი ერთი ჩამოვთვალო, მე არ შემიძლია აქ ნაზარაშვილების ამ ისტორიული პერსონის მიმართ მისი წარმოჩენისათვის გაწეული მოღვაწეობაზე არ თქვა ორიოდე სიტყვა, მაგრამ ახლა ხაზია მანიშნებენ ქუთაისიდან მისი ძვირფასი მეუღლე ქალბატონი ნინო, მოგესალმებით ქალბატონო ნინო, დიახ, ქალბატონი ნინო ლეგვთაძე, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელოვნებაცოდნე, მეცნიერ მუშაკი, თვითონაც ძველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ღვაწლმოსილი ადამიანი. გამარჯობათ ქალბატონ ნინო. გამარჯობათ ბატონო ვერჟა. ჩემთვის დიდი პატივია თქვენ საავტორო გადაცემაში მონაწილეობის მიღება. მინდა მადლობა გამოვთქვა ტელევიზია ობიექტივის მიმართ, რომელიც მართლაც მთელი ობიექტურობით აშუქებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და დღევანდელობას. ასევე არ შემიძლია მადლობა არ უთხრა ტელევიზიას იმისთვის, რომ ჩემი ვაჟები, დავითი და ერმილე ემსაძეები ძალიან ხშირად ყოფილან მათ საეთერო სივრცეში, ასე რომ დავოცოს ღმერთმა სიმართლე, ობიექტივი და მისი ყველა თანამშრომელი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონო ნინო, მე მინდა ვისაუბროთ ბატონ ელგუჯაზე, თქვენზე უკეთესად მას ბუნებრივი არავინ არ იცნობდა და მის შემოქმედებაზე. ახლა ადვილიც არის საუბარი და ძნელიც არის, კაცი გარდაცვლილია
მოულოდნელად გარდაიცვალა სხვათა შორის როდესაც მის ბიოგრაფიას ვეცნობოდი მის საოცარ ბიოგრაფიას არ მახსოვს 9 თუ 11 უმძიმესი ოპერაცია ქონდა გადატანილი და უმძიმესი და ესეთი ძიმე ცხოვრება გამოვლილი და ეროვნული მოძრაობის ფერხულში მდგომი და არ უღალატია იმ ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერებისთვის არც ბატონი მერაბ კოსტავასთვის არც ბატონი ზვიად გამსახურდიასთვის და ეს სწორედ აი ამის გამოისობით კიდევაც მოიხადა მან გარკვეული წლები სადღაც ალბათ 3-4 წლამდე ციხე სწორედ აი 3 წელი ბატონო 6 თვე და 17 დღე შემდეგ მოულოდნელად ეს დაბადება მოხდა 1986 წლის 25 დეკემბერს ჩვენი ქორწინების დღეს და გაანთავისუფლეს 90 წლის 3 წლის 6 თვის და 17 დღის შემდეგ გაანთავისუფლეს დღე იყო 13 ივლისი ეს წინადღით მოგესალმებათ არის პეტრე პავლობა და შემდეგ სვეტი ცხოვრობის დღეს გაანთავისუფლეს სრულიად მოულოდნელად მოგვადგა და ეს არ ვიცი ეს დაპატიმრების ტოლფასი სიხარული და ტრაგედია ერთად გამოცემაც არ შემიძლია ამის და გახსენება დიახ ახლა ბატონო თუ ნებას მომცემთ დიახ ორიოდე სიტყვას ვიტყვი თქვენთან ურთიერთობის შესახებ როგორ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს კი ბატონო მე მქონდა ბედნიერება რომ 2026 წლის 20 ივნისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუმრის რანგში დავსწრებოდი ეკა კვანტალიანის სადოქტორო დისერტაციის დაცვას თემაზე ჟან-პოლ რასინის მე-17 საუკუნის ფრანგი მწერლის და მოაზროვნის ესთერი და ათალიას ბიბლიურ თემებზე შექმნილ პიესებზე დაცვას ამ ნუნიჭერესი ახალგაზრდის დაცვების სხდომების ხელმძღვანელის ბატონ ავთანდილ ნიკოლაიშვილის სხდომის ხელმძღვანელის ქალბატონ ნამული კაკაურიძისა და უშუალო წამყვანის ნინო ჩიხლაძის მიერ აკადემიური საბჭოს წევრებმა თბილისის და ბათუმის უნივერსიტეტებმა მოწვეულმა სტუმრებმა დისერტანტის გამოსვლის შემდეგ ერთობ დადებითი შეფასება და შენიშვნები გამოთქვეს. ახალგაზრდა ნიჭიერმა მეცნიერმა დამაჯერებელი პასუხები გასცა. აგრეთვე ამას განუმეორებელ ხიბლს მატებდა ეკას ქართულ და ფრანგულ ენებზე წაკითხული ლექსების ფრაგმენტები, თავდართული მუსიკალური ფონი. ეკა კვანტალიანის ნიჭიერებაზე ისაუბრა მისი სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელმა პოეტმა პროფესორმა ზურაბ არჩვაძემ. მეტად შთამბეჭდავი იყო ეკა კვანტალიანის სამეცნიერო და მთარგმნელობითი თანამშრომლის პოეტის გიორგი სააკაძის ცხოვრების თანხმოურავების გვარის გენეალოგიის მკვლევარის ღირსეული მამულიშვილის თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ბატონი ვაჟა ოთარაშვილის მონათხრობი ეკას მონაწილეობაზე საზღვარგარეთ გამართულ სამეცნიერო და ლიტერატურულ კონფერენციებში. ყოველივე ამაზე დაწვრილებით იყო მოთხრობილი ბატონი ვაჟას საავტორო გადაცემაში 24 ივნისს ობიექტივის ეთერში. წარმატებები აწუყვე დოქტორ ეკა კვანტალიანს და მათ ხელმძღვანელებს. მე კი ამ ნიჭიერების და ცოდნის საკრებულოში მოხვედრას უმადრი ბატონ ვაჟა ოთარაშვილს. საქართველოს ლექსით და საქმით გარჯილ გამოჩებ ქართველს. ვინც ამ დღეს ჩემი ოჯახისთვის ძვირფასი საჩუქრები გადმომცა. ლექსების კრებული ბაზილიკები, გიორგი სააკაძეზე 2 ტომი და ძველი ანჩის ხატის ეკლესია მისი შედგენილი ახალი გამოკვლევებითა და შენიშვნებით. გვარავდეთ და გაგაძლიეროთ უფალმა ბატონო ვაჟა. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო.
დიდი მადლობა მე ხლა ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს მოულოდნელი იყო ჩემთვის ასეთი დასაწყისი ეს იყო ეს მე არასოდეს დამავიწყდება და თქვენ წარმოიდგინეთ ეს დაცვის მომენტი შედგა უნივერსიტეტის 1014 აუდიტორიაში რომელიც ატარებს გიორგი ახვლედიანის სახელს და ეს მე მეორეჯერ მოვხვდი ამ დარბაზში დაცვაზე დამსწრებლად. იმ დღეს გადავიცი ბატონ ვაჟას ჩემი მეუღლის ელგუჯან ემსაძის წიგნი ნოველები მოთხრობა პუბლიცისტიკა და სხვა რომელსაც მან დაუთმო დღევანდელი ჩვენი ეთერი სადაც რაც მიმდინარეობს ახლა ბატონო ვაჟა არ შემიძლია რახან ახლა ვლაპარაკობთ და ეს ვახსენეთ მე არ შემიძლია არ თქვა ორიოდე სიტყვა ამ ძვირფას წიგნებზე რომელიც ჩემ ოჯახში მართლა უძვირფასესია და ელგუჯას ასეთი ჩვევა ჰქონდა ახალი წიგნი თუ შემოვიდოდა ოჯახში ან გაზეთი პირველ რიგში მას უნდა გადაეთვალიერებია საოცრად თავმდაბალი ადამიანი გახდათ მაგრამ ამ პირველობას ის არავის არ უთმობდა ეს დიდებული წიგნები რომელიც ჩემს წინაშეა ეხლა ეს გიორგი სააკაძის პირველი ტომი არაფრით არ შემიძლია რომ არ თქვა ეს ნათქვამიც იქნება და ყველაფერი გაკეთებული ობიექტივშიც და სხვა ტელევიზიებშიც ალბათ ეროვნულ სულს ვინც ატარებს რომელი ტელევიზიაც ატარებს მაგრამ რო არ თქვა არ შემიძლია ვაჟა ოთარაშვილი გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან მოურავები აი ტომი პირველი და ტომი მეორე გამოცემის რედაქტორი გახლავთ დავით თარხან მოურავი სამეცნიერო რედაქტორი ვაჟა შუბიქიძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი რედაქტორი და უცხო ენებზე მთარგმნელი ეკა კვანდალიანი კონსულტანტები ერბარ მამისთვალიშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მანანა ხომერიკი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მხატვარი გოგი წერეთელი დიზაინერი და კომპიუტერული უზრუნველყოფა ლექსო ოთარაშვილისა დიდი მადლობა ამ ბრწყინვალე ნამუშევრისთვის ავტორთან ერთად ამ ადამიანებს წიგნი არის ნამდვილად შედევრი თანდართული აქვს საოცარი პოლიგრაფიითაა გამოცემული თანდართული აქვს ფერადი ფოტომასალა დოკუმენტური ფოტომასალა და თუ დრო გვექნება და აუცილებლად მინდა რომ წავიკითხო პატრიარქის ილია მეორის მიძღვნა კი ბატონო არიან ადამიანები რომელთა ღვაწლს აღნიშნავს ერი გიორგი სააკაძე სწორედ ამ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება ამ დღეებში ჩვენ აღნიშნავთ სააკაძის საიუბილეო 430 წელს და უნდა ითქვას რომ სათანადო და არ არის შესწავლილი მისი ცხოვრება და მისი მოღვაწეობა ამიტომ განსხვავებული აზრი არსებობს ზოგიერთში მაგრამ უნდა ითქვას რომ ის არის თავდადებული პიროვნება საქართველოს ისტორიაში პიროვნება რომელმაც შესწირა მთელი სიცოცხლე სამშობლოს და დღეს ამ წმინდა სიონის ტაძარში აყვავლენ ლოცვას მისი სულის საოხად სასუფეველში დამკვიდრებისთვის ღმერთმა აწყნოს და ნათელში ამყოფოს მისი სული ახლა უკვე გარდასული ამ ქვეყნიდან ჩვენი დიდი მეუფე ილია მეორე უფალმა აწყნოს მისი სული მე მქონდა ბედნიერება ორჯერ შევხვედროდი ამ ადამიანს ჯერ პირველად მაშინ ახალგაზრდა იყო როცა შევხვდი წყალდუბოში იყო ჩამოსული და მან ერთ-ერთ ღირსეულ ადამიანს ადრე წასულს ამ ქვეყნიდან გაუკეთა პარაკლისი სასაფლაოზე მე ჩემმა დირექტორმა ბრწყინვალე ქალბატონმა მაყალა გორდეზიანმა რომელიც გახდათ ეს ბიზაშვილი რისმა გორდეზიანის იუნკერის ქალიშვილი მან მითხრა რომ თქვენ ახალგაზრდა ხართ და უნდა წამოხვიდე და ნახო პატრიარქი და დაესწრო ამ
წირვას, რასაც ის ჩაატარებს იქო. მეც წავედი. არიან რა გამოვლებს ბოროტ ადამიანებს ეს ამბავი სასწრაფოდ გადაუციათ კომკავშირის რაიკომისთვის და მეორე დილით მივარებენ კომკავშირის რაიკომში და მივედი სად იყავი გუშინ მეკითხებიან უთხარი რომ ვიყავი სამსახურში მე სად იყავი სამსახურის პერიოდში ვიყავი სასაფლაოზე პატრიარქი ნახე რომელმაც ნათელა მიქაბერიძეს გადაუხადა მეთქი ბანაშვილი მე რატომ არ წამოდიო იმ წუთშიო ჩემთანო და არ თქვიო რაიკომში რატომ არ მოდიო მე ვთხარი როგორ მაყალბორდეზიანი იყო იქ და ის კომპარტიის წევრია და მას პარტია მოკითხავსო და მე თქვენ კომკავშირიდან გაგრიცხავთო მითხეს ნუ გამრიცხეთ თქო მე ვთხარი აბა რა უნდა მეთქვა და ისე იცოდეთ მე ამ ქვეყანაზე არავის არ მიშინია მეთის მეტის მე ბებია ძალიან მოწმუნე მყავდა და ოჯახში ქალბატონო ნინო ესე იგი ცოლქმარი ორივე ახალგაზრდობნი დისიდენტები ყოფილიყავთ ისე კეთილი უმორი შემიძლია თქვა როგორც ბატონი ელგუჯა ისე ქალბატონი ნინო ისე რომ გასაკვირი არ არის თქვენი ჩემო ბატონო შემიძლია იყო ასეთი პატრიარქი იღებდა ვანებს წყალდუბოში მივედით მე და ფონდების განყოფილების გამგერო მუზეუმში დავრჩენოდა პატრიარქის იმ დროინდელი დროის სურათი მაგრამ გითხრა ქალბატონმა შორენამ სასტიკი უარი გადაღება არ შეიძლებაო და იძულებული გახდით წავსულიყავით მე-6 აბაზანაში ამ მე-6 აბაზანაში როცა შემოვიდა პატრიარქი მას დახვდა ძალიან ბევრი ხალხი თავისი ნათლულებით მილიცია ხალხს ეუბნებოდა რომ მოშორებოდნენ პატრიარქს არ მიტარებოდნენ შემოვიდა საოცარი პატრიარქი თეთრებში ჩაცმული თეთრი კავით თეთრი მანტოთი თეთრი ბარდყულათი და მე ვიცოდი ახლა აბაზანიში და მდგომარეობა და საერთოდ უნდა წასულიყო მისაღებად ვანის იქ დიდი სვეტი იყო და დავდექი იმ სვეტთან პატრიარქი მოვიდა და თავზე ხელი დამატა ჩემს ცხოვრებაში მოხდა სასწაული ეს ისეთი რომ აი დღესაც რომ ვიცენებ ამას უდიდესი ბედნიერი ვარ სანამ 40 გადაუხდიდნენ პატრიარქს ქალაქის მერმა ჩვენი წყალდუბოს ქალაქის მერმა ბალანჩივაძემ გენადი ბალანჩივაძემ შეხვედრასავით მოაწყო ისე რომ აღნიშნეთ პატრიარქის 40-ის მოახლოვება და თქვა რომ მე აუცილებლად პატრიარქის სახელზე პარკში დავრგავ ზეთის ხილის ხეებს და დიდ სტატუას გავაკეთებ ქვის სტატუას სადაც იქნება ამოტვიფრული პატრიარქის გამოსვლები მართლაც შეასრულა მერმა ეს და საოცარი ლამაზი თუ დრო მექნება ახლა ორიოდეს სიტყვას ვიტყვი ანჩის ხატის ტაძარზე არ შემიძლია რომ ვთქვა ელგუჯაზე ბევრი რო ვილაპარაკოთ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა ძველი ბატონ ელგუჯაზე მინდა თბილისში შეადგინა გამოსაცემად მოამზადა გამოკვლევა და შენიშვნები დაუთო ვაჟა ოთარაშვილმა დიდებული გამოცემა რომელიც ვიცით ჩვენ რომ ძმები კარბელაშვილები წმინდანებად შერაცხულები დაიბეჭდა მანგლისის და წალკის მიტროპოლიტ ანანიას ჯაფარიძის ლოცვა კურთხევით და აქ შევსებული ახალი მასალები ბატონი ვაჟას გაკეთებულია მეცნიერული ნამუშევარი ჩემ სოფლელები არიან სოფელი ქვემოჭალიდან არიან ხუთივე ძმა კარბელაშვილები ხუთივე ძმა ჩემი სოფელი არის უნიკალური სოფელი აქედან არის 7 წმინდანი 5 ძმა კარბელაშვილები ფილიმონი ვასილი იგივე სტეფანე ბოდბელი პოლიოქტოსი პეტრე და ანდრია მამამისიც გრიგორიც დიდი მგალობელი იყო დიახ და ესე იგი და ნინო და ანა ამილახრები არიან კიდე ესე იგი სამთავროს დედათა მონასტრის დამფუძნებლები ხელახლა აღმოჩენებლები 1830-იანი წლებიდან მე მინდა ქალბატონ ნინოს შესახებ
გვაბატიებდა რომ ანჩისხატზე არ გვეთქვა ჩვენ და არ აგვენიშნა ეს თქვენი უდიდესი შრომის ბრწყინვალე შედეგი ჩემო ბატონო ახალ შთაბერილი არ ვიცი ამას ალბათ ხალბატონო ქალბატონო ნინო მე ბატონო ვაჟა მომეცით ამის უფლება რომ ბოლოს უხერხულობაში ვარდები ქალბატონო თქვენი ლექსების კრებულზე ბაზილიკებზე რომლის საკითხვის შემდეგ ადამიანი იმდენჯერ გაუკეთესებული 111 ჯერ გაუკეთესებული ხდება იმიტომ რომ ამ ბაზილიკებში ლექსთა კრებულში არის 70 წლის პოეტის ვაჟა ოთარაშვილის 111 ლექსი ანუ ცირერჩეულია რედაქტორი და უცხო ენებზე მთარგმნელი ეკა კვანტალიანი გახლავთ მხატვარი იორამ იმედაშვილი გარეკანზე ხუთუბნის ეკლესია არის და დამკაბადებელი ლია სულაქველიძე მე ინგლისურთან მრწყნარად გახლავართ მაგრამ რუსული თარგმანები ძალიან მომეწონა ეკასი და თუ ნებას მომცემთ გარემ ბატონ ვაჟა ოთარაშვილზე ახლა ვსაუბრობ და არ შეიძლება რომ არ ვისაუბროთ წავიკითხავ 1-2 ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი შეიძლება დროს ვერ იმარშვები მაგრამ ელგუჯაზე ძალიან ბევრი ლაპარაკა ელგუჯაზე მისი წიგნებიც ლაპარაკობს წიგნიც ლაპარაკობს და მე უნდა წავიკითხო ეს სამი ლექსი თუ გინდა დამსაჯეთ ბატონო წმინდა ნინოს მონატრება დღეს უზნეობა მიღებულა თურმე კანონად თვალახმეული თემი და რა ურწმუნოდ მოთქვამს და გადუქცევია ეს ქვეყანა მონად მამონას რუს ოსეთს ჩუფნის დიდაჭარას ოსმალოს კონტკას ამღვრეულია ჰარამხანა ტელეეთერიც გაშიშულებულნი რას ლაყბობენ აღარ იციან აბესალოვის მურმანს უზის ხარჭა დეთერი და სიყვარულის ურტყვილად დანაფიცია რას განაბულხარ საქართველო ყველა მწევარი კბილდალესილი დღესაც შენზე დაგეშილია გრიგოლ ხანძთელი მიირიწყეს ერის მწვერვალი საგურამოშიც სასჯელ სიხდის დილილია სატუსაღოში ჩაუსვიათ ვაჟაც აკაკიც უკვდავ რუსთაველს პატიმრობას მუდმივ სუსჯიან არაბამირას გაუშლია ისევ ბანაკი და ანჩისხატის სამრეკლოზეც ზარი მომჯია ზოგ ეპისკოპოს დოლგარმონით დაჰყავს იუდა აღმაშენებლის საფლავს ფილწავს ლოშნით უგვანო ერი და ბერი ახლა ისე გადამთილდა მრავალ ჟამიერს ჟამთა გამრიგეს აღარ უგალობთ კვლავი მახება ყველას თვალწინენა ქართული თვალცრემლიანი იმზირება ბერი ზოსიმე ახლაც გვჭირდება წმინდა ნინო ჯვარშემართული რომ ცისმანანან იბერიას ისე მოწმინოს დიდი მადლობა იესოს დედა არ მიგატოვებს არასდროს დედა არც ჯვარცმულსა და მარტო დარჩენილს მოწაფეები სამალავს სხედან და ჟამი უდგათ შიშთა განრჩევის მაგდალინელი სვანიც მარიამ ზებედეს ძეთა დედა სალომე გოლგოთას მთაზე ჩემთან არიან და უმადურთა კებრქვეშ წვალობენ მადლობა ღმერთო შენ დამაბედე რომ ქრისტეს გულში ჩემი სისხლია შეგვაძლებინე შვილსა და დედას წმინდა წერილით რაც აგვეცნია ჩემი თვალები გამოგყვა შვილო ტკივილ დამთმელი უფლის მადლითა შურმა და ღვარძლმა ო ღმერთო ჩემო გაცხოვრის დედის გულით დაფლითა შობელს დასცქერდა ქრისტე ნაგვემი კუცხარი მოსწყდა კვლავ ჯვარსაზე და გაფითრებული თრთოდენ ბაგენი შენ გენაცვალოს იესო დედა
მხოლოდ ქალები იდგნენ გულადად და იოანე მახლობლად იქვე. აღდგომის დილას ცრემლი ბურავდა ერთი ცოდვილი პოეტის ფიქრებს. და ეს ბატონი ვაჟა. ქალბატონო ნინო. ბაზილიკები და ვამთავრებ. მაპატიეთ ბაზილიკები აუცილებლად უნდა. წაკით. ჰოი უფალოვდა ძალავ ჩემო. განსაცდელს ცრემლი მოაგვირისებს. ყველა იუდა ბრძენებას ჩემობს. კვლავ ეწამება ყველასთვის ქრისტე. ბაზილიკებო, ქრისტეს აგონებო. სურნელება გაქვთ ღვთისმშობლის რძისა. მამაო ჩვენო, ნათლის ნაკრებო, ბეთლემს ნათქვამო, თვით ღმერთის ძისა. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშერ უწყურვალნი, ნეტარ არიან. შენ არიდე მამუს ხიფათი, შენ დაიცავი წმინდა მარიამ, შენ დაიფარე ჩვენი ჩვილები, ერის უმანკო მარგალიტები, რომ საქართველოს არ დაერიოს ქრისტეს აგნე ბაზილიკები. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. მადლობა თქვენ. მე ძალიან უხერხულად დიდებული ციგნებისთვის ჩემო ბატონო, დიდი მადლობა. ძალიან უხერხულად გრძნობ ეხლა თავს გამოვიდა რაღაცა რატომ მე ერთი რიგითი მკითხველი ვარ და ჩემს რაც მოახდინა ზეგავლენა ამ თქვენმა შედევრებმა არ შემეძლო არ მეთქვა მე არ შემიძლია აქვე არ აღნიშნო რომ ქალბატონი ნინო ლეპთაძე არ არის ჩვეულებრივი რიგითი მკითხველი იგი არის ცნობილი მეცნიერ მუშაკი და ხელოვნებაცოდნე და სწორედ წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომებში აი ხელთ მიპყრია მე ეს გამოცემები 20 ესა უпроსტორად მე-11 და მე-12 კრებულები ამ შრომებისა დიდ საქმეს აკეთებს წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი უძვირფასეს ეროვნულ საქმეს აკეთებს შესანიშნავი კვლევები წარმოჩენილი აქ და თუნდაც თქვენი წერილი დიდი ქართველი პედაგოგი ალექსი ჭიჭინაძე აი წეგან რომ ვახსენე მე ამეკვიატა ეს დღეებია ეს კვირეებია უпроსტორად უსახელო უფლის ციხელი შემთხვევით არ დავიწყე ისევე როგორც ბატონი ელგუჯან ემსაძე ეს ძვირფასი პიროვნება და შემოქმედი ისევე გასული საუკუნის მე-19 საუკუნის საოცარი პიროვნება პედაგოგი ალექსი ბესარიონის ჭიჭინაძე რომლის ცხოვრება მოღვაწეობა შემოქმედება წარმოაჩინეთ თქვენ ამხელა ქართულ საქმეს აკეთებდა ხო რომ თვით დიდი აკაკი წერეთელიც კი აღფრთოვანებული იყო იაკობ გოგებაშვილის რეკომენდაციით იწყებს თბილისში მუშაობას უამრავი კეთილი საქმე თუნდაც მისი ქუთაისში მისი ხელმძღვანელობით 1876 წელს გახსნილი ეს სკოლა ორკლასიანი სკოლა ხო როგორი დიდი ეროვნული საქმე იყო იმ დროინდელ საქართველოში და რომელი ერთი ჩამოთვალო და ასევე შესანიშნავი წერილი თქვენი მე-12 კრებულში მუზეუმის შრომებისა წყალტუბოს მუზეუმის შრომებისა სადაც ცნობილი მხატვარი შემოქმედი თეიმურაზ იგივე თემო ბუთხუს თურმანიძის ამ თვალსაჩინო პიროვნების მოღვაწეობა შემოქმედება მისი ღვაწლი მისი დანატოვარი წარმოაჩინეთ და გააცანით საზოგადოებას ვითომ არაფერი არა აი ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო ასეთ ადამიანებზე დგას სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა წარმოჩენა სწორედ ასეთი ადამიანების ღვაწლით ცოცხლობს დღევანდელი საქართველო და არა იმ PR კამპანიებით რასაც ზოგიერთი ლიბერალური ღრმად განათლებულები ბჭყალებში აწარმოებენ მე ჩემ წინა ბატონი ელგუჯან ემსაძის კიდე ერთხელ ვიმეორებ საოცარი შემოქმედებით სავსე წიგნი ნოველები ტვირთი გასროლა საჩუქარი თაღლითი წარწერა ნაძლევი ზორო ტელეფონი ჩემი სახლის პანჯრიდან კიკვიძე ენერგოსეპარატიზმი ზესუმზირა და მოთხრობა აღსარება მე მომხიბლა და აი ანდამატური ძალით მიმიზიდა ამ ნოველებმა ამ მოთხრობამ ეს არ არის რაღაცა
თითქოს სამშობლოდან მოცილებული ან რაღაცა რეალობიდან მოცილებული ეს არის ტკივილით გაჟღენთილი დღევანდელი ყოფა ჩვენი საქართველოსი გუშინდელი ყოფა საქართველოსი და ზოგიერთი მომენტი ისეთი წინასწარ მეტყველური აქვს ბატონ ელგუჯას რომ აი მონოსხული უყურებდი თითქოს დღესაც ცოცხალია ეს კაცი და ამ ყველაფერს ხედავს რაც ხდება მე არ შემიძლია რომ არ წავიკითხო აი აქ არის მისი პატარა გნებავთ ნოველა გნებავთ ჩანაწერი დღეს აქტუალური იყო ის კიკვიძის ძეგლი რომ აიღეს თუ არ ვთქვი თქვენი სახლის მეზობლად მდებარე კიკვიძის ძეგლი ამ შესანიშნავი ჯერ მიზანდარის ძეგლის აღება ესე როგორ შეიძლება რომ გზიად გამსახურდიას ძეგლი დადგა ქუთაისის ცენტრში აი სადაც არის ოპერის მესხიშვილის თეატრის წინ შესანიშნავი სკვერი და პარკია იქ დადგან სადაც ყოველთვის მოდის ხალხი აქეთ მხარეს არის ქალაქის მერია და ცენტრი და იქით მხარეს არის მესხიშვილის სახელობის აი იქ დადგან გამსახურდიას ძეგლი და კიკვიძის ძეგლი უნდა ყოფილიყო თავის ადგილზე და მე მინდა რომ ბატონი ელგუჯას ეს პუბლიცისტური წერილი თუ ნოველა წავიკითხო ნახეთ რომელსაც უძღვის წინა სიტყვაობა ჩემი სახლის ფანჯრიდან იურისტი ელგუჯა ნემსაძე სხვათა შორის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა გამოქვეყნებული ეს 2000 წელშია გამოქვეყნებული იურისტი ელგუჯა ნემსაძე ჩვენს ქალაქში კარგად ცნობილი ინტელიგენტი ეს გაზეთის რედაქცია წერს ღირსეული მოქალაქეა საზოგადოებრივ სადგილზე ღრმად დაფიქრებული პიროვნება ეს ორი ჩანაწერი რომელიც მან თავის საყვარელ გაზეთ პოსტსკრიპტუმ შესთავაზა მკითხველისათვის უთუოდ საინტერესო იქნება თუნდაც იმ კუთხით რომ მათში ინტელიგენტის თვალით დანახული ჩვენი უახლოესი ცხოვრების ფურცლებია წარმოდგენილი და კიკვიძე 30 წელია ჩემი ბინის ფანჯრიდან გავყურებ კიკვიძის ძეგლს და მის მიმდებარე სკვერს ნაბად მოსხმული ჭაბუკი მეომარი ხელის მტევანი ხმლის ტარზე რომ ჩამოუდვია არწივის მზერით გამოუქანდაკებიათ მეგობრებს ვალიკო მიზანდარს და გოგილო ნიკოლაძეს მასზე ბავშვობაში პროფესორისა და ისტორიკოსის ირემაძის წიგნი წამიკითხავს ცოცხალი ლეგენდა წიგნის შთაბეჭდებას რადიო დადგმაც მიძლიერებდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედია მოკლედ აღწერს ვასილ კიკვიძის ბიოგრაფიას მოიყვან ამ მონაწერს ამ ენციკლოპედიიდან დაიბადა 1895 წელს ქუთაისში წვრილი მოხელის ოჯახში გარდაიცვალა 1919 წელს სტანცია იარეჟინსკის მახლობლად ახლანდელი დაბა კიკვიძის რაიონი ვოლგოგრადის ოლქი სწავლობდა ქუთაისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში აქვე ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში და გარიცხეს 1914-18 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში მსახურობდა მე-6 ცხენოსან დივიზიაში მოხალისე ჯარისკაცად არმიაში რევოლუციური მოღვაწეობისათვის დახვრეტა მიუსაჯეს მაგრამ 1917 წელს თებერვლის რევოლუციის დროს განაჩენი გააუქმეს 1918 წელს სტამბოლში შეიქმნა და დივიზიას ჩაუდგა სათავეში წარმატებით ებრძოდა გენერალ კრასნოვის თეთრ გვარდიელთა არმიას საბრძოლობდა უკრაინის მე-4 არმიას დაკრძალულია მოსკოვში სხვა ბევრი სასახელო ფურცლები ჩაუწერია ახალგაზრდა სადას მის სასახში ჩვენთან შვილებს ბავშვებს რომ ვეძახდით მაგრამ თხრობა გამიგრძელდა ყოველივე იმიტომ აღნიშნე რომ მკითხველისათვის შემეხსენებინა როგორ გადაურჩა მშობლიურ ქალაქში სიკვდილის შემდეგ ვასილ კიკვიძე მეორედ დახვრეტას ხოლო ცნობილ ხელოვანთა ძეგლი კი დაანგრევას ეროვნულმა მოძრაობამ და ჩვენ ხედავთ სურათებს პარალელურად ხედავთ სურათებს ბატონი ელგუჯა ნემსაძის სურათებს მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდისა ეროვნულმა მოძრაობამ რომ გაიმარჯვა ქალაქის პრეფექტურაში მწვავედ დაისვა საკითხი ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების შესახებ საბუთი უტყუარი წარმოადგინეს ახალგაზრდობის რევოლუციურმა ფრთამ კიკვიძე ბოლშევიკების მხარეს იბრძოდაო ანუ ჩვენი ესე იგი საქართველოს ტერი იყოვო რა უნდათ ასეთ კაცის ძეგლს სასტავზე არ ვიცი რომელმა ღვთისმადლიანმა პიროვნებმა გაუწია მათ წინამდებობა მისი სიტყვები მხოლოდ ცნობილი არ იყო ყმაწვილებო ვასილ კიკვიძე სიკწევრი ის მებრძოლი იყო ეგონა უკეთესი მომავლისათვის იბრძოდა ახლა რომ ცოცხალი იყოს ჩვენ მხარეზე დადგებოდა
აი რა ვაშკაცი ყოფილა ბატონი ელგუჯა ეს უკვე ციხეში გადაღებული კადრები რევოლუციური ფრთა ახალგაზრდობისა კარაღახანს მოუნდა იმის გარკვევა სიყო თუ არა კიკვიძე პარტიის წევრი ამასობაში მათი ადგილი სხვა გაურკვეველი ორიენტაციის მაგრამ სრულიად გარკვეული წარსულის მქონე პირებმა დაიკავეს მადლობა ღმერთს კიკვიძე არ გახსენებიათ სულ სხვა რაიმე შეიქმნა მათ საზრუნავი თუ რა არის ეს საზრუნავი როცა წავლენ თავიანთ სამოღვაწეო ასპარეზიდან მაშინ მათზე ალბათ სხვები დაწერენ მახსოვს 70 წლის წინ 1 მაისს 7 ნოემბერს კიკვიძის ძეგლთან პიონერები ყვავილებს დებდნენ არ ვიცი დღეს ვოლგოგრადის ოლქში არის თუ არა დაბა კიკვიძის სახელობის რაიონი ან მოსკოვში მის საფლავთან თუ მიაქვს ვინმე ყვავილები სამაგიეროდ ჩემი ფანჯრის წინ სკვერში ამაღათ მომზირალი ჭაბუკის თითქმის ყოველდღე ვხედავ კლიენტების მოლოდინში მყოფ ტაქსის მძღოლებს საბარგულზე ნარდი რომ გაუშლია დაზარტულად ლარიან ხელს თამაშობენ და კიდევ ჩემი სახლის პირველ სართულზე განთავსებულმა ახალ გახსნილმა აფთიაქმა განანტმა თვით რეკლამის მიზნით თითქმის ახალი სიცოცხლე შთაბერა კიკვიძის ძეგლს და დროდადრო გვახსენებს ამ ქვეყნად მისი არსებობის ფაქტს გაზეთი პოსტსკრიპტუმი 2003 წელი აი თითქოს დღევანდელობას გამოეხმაურა მისი წერილი და მე არ შემიძლია მისი ნოველები აი წიგნის დასაწყისში ტვირთი რო იწყება იქ შაქრო ბიძია რო უყვება პატიმარი რო უყვება თავის გადახდენილ ამ უბედურებას აი მართლა მე რატო შემთხვევით არ ვახსენე ქალბატონ ნინო ახსარებებივითაა ეს მისი ნოველები ამ საპატიმროში დაწერილი ნოველები პატიმართა ცოცხალ ცხოვრებას რო შეეხება აი საოცარი კადრებია თვალწინა აი ამ და მაღალი მწერლული დონით დაწერილი ამ პატარა ნოველებში იმხელა ტკივილია იმხელა ხატსახეებია ადამიანის ფსიქიური სურათები დახატული იმ ყოფისა რაშიც უწევთ ცხოვრება რომ აი თვალწინ დაგიდგება ალბათ ეს ციხის საკნები და კადრები ესეთი მსგავსი მე იშვიათად მინახია ესე ცოცხლად აღწერილი დიახ აი რა სიტყოდით როგორ შემოქმედზე ბატონ ელგუჯაზე ჩემო ბატონო ელგუჯა იყო ძალიან კარგი ოჯახის შვილი ახლა თუ რაიმეს ისეც არ ჩამეთვლება ალბათ იმათ რომ მეუღლე იყო ჩემი ელგუჯას ყავდა ძალიან კარგი მშობლები მამა ისტორიკოსი გახლდათ ჩიხარე ეს ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარესში საზღვრო საბჭოს ეკუთვნის პატარა სოფელი ახალშენი სადაც მხოლოდ ნემსაძეები ცხოვრობენ და სვანები არიან კი ნემსაძეები სვანები არიან ცნობილი გვარია ერთი სოფელი არის ძალიან პატარა ლამაზი სოფელი მერცხლის ბუდესავით კლდეზე მიტმასნილი რომ მიტყვიან და თქვენ წარმოიდგინეთ ეს ისეთი ისტორიული სოფელია აქ არის 350 წლის წინათ აშენებული ხის ეკლესია რომელსაც წელს გაუკეთდა რესტავრაცია რა როგორი ეს ხე გააშალაშინეს ახალგაზრდებმა რომ თქვათ და ახალი სული ჩაბერეს როგორც ოქროს კაკალი ისევ დევს ამ ლამაზ გორაზე მწვანეში ჩაფლული და ისტორიული იმიტომ არის უფრო კიდევ რომ 1912 წელს ამ სოფელში იმყოფებოდა 16 თაყაიშვილი თქვენ მოგეხსენებათ მან იმოგზაურა როგორც სამხრეთ საქართველოში და საქართველოს ყველა კუთხეში დაოკლარჯეთი და ესენი მოვიდა დიახ მან იმოგზაურა ასევე სვანეთში და ლეჩხუმში ეს მოგზაურობა დაფინანსებული იყო დიდი ქველმოქმედის პავლე თუმანიშვილის მიერ და მას ექსპედიციაში ახდნენ ერმაკოვი და არქიტექტორი კლდიაშვილი, რომელიც გაახვდათ არქიტექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა. აღწერა ჩაუტარებია და ელგუჯას წიგნში არის მოთხრობილი ამ ხის ტაძარს ქვია მაშენა. მაშენა სვანურად ნიშნავს მაცხოვარს. იქვე მახლობლად
როცა ჩაითავდა ღმერთებ არის კიდევ დარბაზული სტილის ეკლესია ქვით ნაგები უფრო მოგვიანები უფრო ადრეული ხანის ოქონს ეძახიან მოხატულობაა შესანიშნავი მე როცა საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ვსწავლობდი მინდოდა თემა დამეწერა მაგრამ ქალებს არ უშვებდნენ ბატონო ჩემ ტაძარში და დათო მითხრა ჩემმა შვილმა ის ხატავდა კიდეც ხელოვნების კუთხით წავიდა რომ დედა მე შევალო და ყველაფერს გადავიღებ და მოგიტანო არა მე ვთხარით თუ ჩემი თვალით არ იქნება ნახული მასე მე ვერც ლექტორებს მოვატყვილებ და ვერც ჩემ თავს პირველ რიგში ერთი მეთაყაიშვილი ხელით აღყავდათ მას თქვენ იცით რომ ფეხით ამას მაშინ იყო 68 წლის ასაკში 50 წლის გახლდათ ერმაკოვი ორივე ასაკოვანები იყვნენ ზემოსვანეთში ისინი წააწყდნენ ძალიან ივლიტას და კვირიკეს ეკლესიაში ძალიან დიდ წინააღმდეგობას მიუხედავად იმისა რომ მას ახლდა მისი მოსწავლე ნიჟარაძე რომელიც კურირებდა ამის ამ მხარეში გადაადგილებას იცოდნენ ადგილობრივ მოსახლეობამ თუ რა კეთდებოდა რა დიდი საქმე კეთდებოდა მაგრამ მაინც წინააღმდეგობა გამოთქვეს რომ ვერ ჩამოხსნითო ხატებსო ჩვენო ხატის რო ჩამოხსნაო ოჯახი და ამომიწყდებაო ამიტომ ექვთიმე შედიოდა ხსნიდა ხატებს გამოჰქონდა გარეთ და ერმაკოვი იღებდა ყველაფერს ამას მაგრამ მოხდა ისე რომ ერმაკოვი არ გამოირჩეოდა ძალიან დიდი ცემით ხატების მიმართ და სარწმუნოების მიმართ ამბობენ და ამაზე სვანები გაბრაზებული იყვნენ და სამჯერ ერმაკოვს რამე სასიკვდილო ის შეხლა შემოხლა მოუხდა ისევ ექვთიმემ ყველაფერი განეიტრალა ასე რომ ვთქვათ და შემდეგ თავისი ხარჯით გადაიხადა ძალიან დიდი ტრაპეზი და ეს გაბრაზებული მხარეები ერთმანეთს შეარიგა მოხდა სასწაული იმ ზაფხულს ზემოსვანეთში ზაფხულში მოთოვა ჩემო ბატონო და იძულებული გახდნენ ჩამოსულიყვნენ მესტიაში ჩამოეტანათ ეს 4 თავები და იქ გადაეყოთ ამას ვერავინ ვერ ახსნის უფლის გარდა ეს უფლის საიდუმლოება რაც მოხდა და ამ იმაში მოხდა ჩვენი სოფლის ეს ორი პატარა ეკლესია ძალიან ამაყობენ სოფლელები ამით რომ ექვთიმე იქ არის ნამყოფი საამაყო აქვთ ნამდვილად მაგრამ დღევანდელ დღეში არ არის ბატონო ვაჟა იქ საამაყოთ მდგომარეობა 33 ოჯახიდან მხოლოდ 3 ოჯახი რჩება ზამთრობით სოფელი ფაქტიურად დაშლილია ჩემმა ერმილემ როცა შეხვდა ივანიშვილს ივლიტეს და კვირიკეს ეკლესიაში მაშინ უთხრა ასე არ წაბრძანდეთო ენგურის მხრიდანო თქვენ წაბრძანდითო უშგულიდანო გადახვალთო ქვემოსვანეთში და ნახავთო როგორი სახლებია გამოკეტილიო ბავშვი არ ტირის ეზოში ძაღლი არ ყებს კვამლი არ ამოდისო უთხრა მაშინ ერმილემ და აქაურობას უნდა ყურადღების მიქცევაო თუნდაც ერთი წვენების ქარხანა რომ გახსნილიყო თუნდაც ასანთის ქარხანა რომ გაკეთებულიყო რაღაცა ხალხს მაინც საშველი დაადგებოდა მაპატიეთ ახლა ასეთი მაშინ მაგრამ რო არ თქვა ეს არა საქართველოში ბოლო 2 წელიწადში 485 სოფელი დაცარიელდა ერთი კაცი აღარ არის მეცნიერებათა აკადემიაში იყო ამის თაობაზე მოხსენება ბატონ ივანე ჩოლოყაშვილისა მეც მყავდა ეთერში ეს დასამალი კი არ არის ეს ტკივილია სამწუხაროდ ქალბატონო ნინო ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო ჩემი საოცარი სტუმარი იყო ბატონი ელგუჯა ნემსაძის უკეთილ შობილესი მეუღლე ნინო ლექვთაძე და ჩვენ საუბრობდით უამრავ საკითხზე და უпроსტორად ნათელში იყოს ბატონი ელგუჯა ნემსაძე საოცარი შემოქმედი რომლის წიგნიც მიფყრია და აი მე მინდა დავასრულო ეს გადაცემა ესეთი ლექსით და ბოლოს ელგუჯას ნემსაძეს მოსწონდა პოეტ კონსტანტინე კაკიდაძის ლექსის სტროფი და ხშირად ითხოვდა ხომეო ამასო მე მოკვდები როგორც მამაჩემი ცელის ჩრდილი ახლოს დაბარბაცებს გულით მინდა ვინმე ჩამომძახოს კაცი მოკვდა გაუმარჯოს კაცებს იმ ქვეყანაზე ნათელში იყოს კაცი ბატონი ელგუჯა ნემსაძე ღმერთმა თქვენი შვილებით და მონაგარით
ღმერთმა კარგად გამყოფოთ. მე ჩემ ძვირფას ქართველობას ვემშვიდობები მომავალ 4 შაბათამდე. ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო.